მოგესალმებით კოლეგებო, გთხოვთ წარმოდგენილი დღის წესრიგს უკაროთ კენჭი. მადლობთ, დღეს გვაქვს სამი საკითხი განსახილველად, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესრიგ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და გამომდინარე კანონ პროექტები. მოხსენებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირინე წაქაძე. გისმენთ ქალბატონო. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონო შოთა. ძალიან მოკლედ მოგახსენებ ძირითადი პრინციპების შესახებ. 2022 წელს მიღებული იქნა ახალი კანონი სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის და უსაფრთხოების შესახებ, რომელმაც შემოიღო მთელი რიგი ახლებური მიდგომები, სიახლეები სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, ტესტირებასთან, ანუ ვარგისიანობის ხარისხის შემოწმებასთან, რა თქმა უნდა და შემდეგ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის მიზნით გაცემასთან და განაწილებასთან დაკავშირებით. ამავე კანონმა გაითვალისწინა ცენტრალიზებული მოდელი სისხლის დაწესებულებების ჩამოყალიბების, ანუ უნდა ჩამოყალიბებულიყო ცენტრალური სისხლის დაწესებულება, რომელსაც დააფუძნებდა სახელმწიფო და ამ მოდელით უნდა გაგრძელებულიყო სისხლის დაწესებულებების ფუნქციონირება. თუმცა ახალი კანონი პირდაპირ პასუხს არ იძლევა იმ საკითხზე, თუ რა ბედი ეწევა ამ დრომდე მოქმედი სისხლის დაწესებულებებს, რომლებიც ჩვეულებრივ ფლობენ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ოპერირებენ. გარდა ამისა, ნახეთ, აქ რა არის პრობლემა. თავის დროზე, როცა ეს ახალი კანონი შემოვიდა, იქ მოცემული იყო თავისთავად ამ ფინანსური გაანგარიშება და ამ გაანგარიშების საფუძველზე ცენტრალური სისხლის დაწესებულების ფუნქციონირების დასაწყებად იმისთვის, რომ მას ასე ვთქვათ, შემოეკრება ის სიმძლავრეები, რაც საჭიროა და რეალურად ცენტრალური დაწესებულების როლი შეესრულებინა, საჭირო იყო ერთჯერადად და დაახლოებით 16 მილიონი ლარი. და ნუ შემდეგ ყოველწლიურად გარკვეული თანხა იმისთვის, რომ მას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გააგრძელებინა ფუნქციონირება. ამავე დროს ვიცით, რომ დღეს იმ 23 დაწესებულებას, რომელსაც აქვს შესაბამისი ლიცენზია, ასევე თუ ისე ყავს შესაბამისი პერსონალიც, აღჭურვილი აპარატურით, სამედიცინო აღჭურვილობის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს იქნება ჩვენ ვფიქრობთ ორმაგი ხარჯი და გაუმართლებელი. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ სანამ ამ დაწესებულებებს შესწევთ უნარი, რომ დააკმაყოფილონ მოქმედი კანონმდებლობა და გარდა ამისა ეს საკმარისი არ არის, მათ უნდა დააკმაყოფილონ ახალი სალიცენზიო პირობები, რომლებიც ეტაპობრივად 2030 წლამდე ამოქმედება და ეს სალიცენზიო პირობები არის ბევრად უფრო გართულებული, ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ახალი კანონი ამოქმედა უკვე გასული წლის 1 ნოემბრიდან. სანამ მათ შესწევთ უნარი, რომ დააკმაყოფილონ ეს ყველაფერი, მათ გააგრძელონ ფუნქციონირება, გააგრძელონ საქმიანობა და თუ ამ სამიდან რომელიმე ეტაპზე ისინი ვერ შეძლებენ, ან თუნდაც არასრულყოფილად მოახერხებენ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებას, შემდეგ უკვე შეჩერდება ეს ლიცენზია, გაუქმდება ფაქტიურად და ეს დაწესებულებები შეწყდება ფუნქციონირებას. მანამდე კი, ასე ვთქვათ, ასე პარალელურ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას ცენტრალურ დაწესებულებასთან ერთად, რომელიც თავისუფლად ვალდებული იქნება, რომ აიღოს პასუხისმგებლობა მთლიანად მარაგების მართვაზე. და ნახოს სად არის პრობლემა, სად არის მოთხოვნა, რომელ კლინიკას ჭირდება სისხლის ან მისი კომპონენტის მიწოდება და ასე შემდეგ. ეს არის პირველი ძირითადი საკითხი. და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის უანგარო დონაციის პრინციპზე ეტაპობრივად გადასვლა. ამ წუთას მოქმედი კანონით ჩვენ თამაში ცვლილებას არ შევიდანთ. ამბობს, რომ 1 აპრილიდან აი სულ რაღაც რამდენიმე დღეში სრულად უნდა ამოქმედეს უანგარო დონაციის პრინციპი. რისთვისაც დღეს ქვეყანა ჯერ მზად არ არის. დაახლოებით რომ შევხედოთ ბოლო დროის სტატისტიკას, სრული, ესე იგი, ქვეყანაში მთლიანად არსებული დონაციების 45-50%-ია დაახლოებით უანგარო. დანარჩენი არის ისევ ფასიანი დონაცია და ნათესაური დონაცია. და თუ 1 აპრილიდან იმ სახით ამოქმედება ეს კანონი, როგორც არის მიღებული, მაშინ გამოვა, რომ შეიძლება ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვან, სასიცოცხლო მნიშვნელოვან სერვისების მიწოდებას შეექმნას დიდი საფრთხე. ამიტომ აქაც გთავაზობთ, რომ უანგარო დონაციის პრინციპი ვინაიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ჩვენ უარს არავითარ შემთხვევაში არ ვამბობთ, უბრალოდ ამაზეც გადავიდეთ ეტაპობრივად, ნელ-ნელა და ის სალიცენზიო პირობები, რაზეც მე უკვე გესაუბრეთ, სალიცენზიო პირობების თითოეულ ეტაპზე
იქნება გათვალისწინებული უანგარო დონაციების ხვედრითი წონა ზოგადად აი ამ დონაციების საერთო რაოდენობასთან მიმართებით და სისხლის დაწესებულება ვალდებული იქნება, რომ თუ მას სურს ფუნქციონირების გაგრძელება და აპირებს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებას, აი ეს უანგარო დონაციის ის ხვედრითი წონა რაც არის, ისიც დააკმაყოფილოს და ასე ვთქვათ, გარდამავალი პერიოდი თავაზობთ. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში და ნელ-ნელა 2030 წლის აპრილიდან უკვე უნდა გადავიდეთ რეალურად უანგარო დონაციის პრინციპზე, სრულად 100%-ით, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, ეს არის ოქროს სტანდარტი, ეს არის სავალდებულო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ უსაფრთხო სისხლი და საფრთხე არ შეექმნას როგორც დონორის, სხვათა შორის, ასევე პაციენტის სისხლისთან ჯანმრთელობას. ეს არის ძირითადი პრინციპები ამ საკანონმდებლო პაკეტის. დიდი მადლობა. კოლეგებო, ხომ არ გვაქვს კითხვები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით? კარგით. გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ ცვლილებებს. დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონერინე. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ირაკლი ხელაძე. მოგესალმებით კოლეგებო. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს და ასევე საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტს. ყველას კარგად მოგიხსენებათ, რომ საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების ძალიან დიდი ნაწილი არის 6 წლის და მეტი ასაკის, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. ავტომობილების ხანდაზმული ავტომობილების ესეთი დიდი რაოდენობა, ჩამოყალიბებული ხანდაზმული სტრუქტურა, გამოირჩევა მავნე ნივთიერებების ძალიან მაღალი ემისიით, ტექნიკური ცვეთის მაღალი დონით, შესაბამისად გარემოსთვის ზიანის მიყენება გაცილებით დიდია ასეთ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი აქციზის სისტემა მოიცავს ასაკობრივ დიფერენციაციას, არ ქმნის პრაქტიკაში საკმარის სტიმულს, რომ მნიშვნელოვნად განახლდეს ქვეყანაში არსებული ავტოპარკი. შესაბამისად, ამ მნიშვნელოვანი გამოწვევებიდან გამომდინარე მომზადდა კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის მოდელის ცვლილებას. კერძოდ, კანონპროექტით 0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება 1 სანტიმეტრ კუბზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემთხვევაში აქციზის გადასახადი განისაზღვრება 1 სანტიმეტრ კუბზე 4.5 ლარის ოდენობით. შესაბამისად, უქმდება პირველი ნაწილის 192 მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მეოთხე გრაფა, რომლითაც უკვე დადგენილი იყო წინა შემთხვევაში დიფერენცირებული აქციზის განაკვეთები. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ინარჩუნებს ყველა აბსოლუტურად ძირითადი განაკვეთებისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს. მარცხენა საჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის ძალაში რჩება განაკვეთის -60%-იანი გადასახადი, ესეც ერთგვარი გარკვეული შეღავათია, რომელიც შენარჩუნებულია და მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთის 3 მაგიოდენობით გადასახადი. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია ავტომობილის წლოვანების განსაზღვრის წესი და სხვა ტექნიკურ-რედაქციული საკითხები. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომლის შესაბამისად თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოყვანა დაწყებულია ან ჩატვირთვა დაწყებული 1 აპრილამდე გავრცელდება ძველი რედაქციით მოქმედი განაკვეთები, ან თუ ავტომობილი თავისი სვლით გადაადგილდება, ან სახმელეთო გზით მოდის, ძველი განაკვეთები საქართველოში 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში გავრცელდება ძველი განაკვეთები. მას შემდეგ უკვე შესაბამისად გაზრდილ განაკვეთებს გადაიხდიან. კანონი ძალაში შედის 2026 წლის 1 აპრილიდან. ჩვენი შეფასებით კანონპროექტის ფისკალური ეფექტი იქნება ნეიტრალური. რა თქმა უნდა, ამ სექტორში ჩამოყალიბებული სტრუქტურა ამ გადაწყვეტილების მერე გარკვეულ მოდიფიკაციას განიცდის.
ბაზრის მოთამაშეებს მოუწევთ ფოკუსირების შეცვლა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან დაკავშირებით არ ველოდებით, რომ რაღაც არც მნიშვნელოვანი შემცირება მოხდება, არც მნიშვნელოვანი ნეიტრალური იქნება ფისკალური ეფექტი. ასევე წარმოგიდგენთ თამდევ კანონ პროექტს, რომელიც ეხება საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონს, ცვლილება შედის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმი იცვლება დღეს მოქმედი რედაქციით კლასიკურ ავტომობილად მიიჩნეოდა ავტომობილი, რომელიც 40 წლიან ზღვარს გადაცილდებოდა, ეს ზღვარი ჩამოდის 30 წლამდე, ეს უკეთ ასახავს საერთაშორისო პრაქტიკას, საერთაშორისო დონეზე მარტო ასაკობრივი სტატუსი არ არის გამსაზღვრელი, ალბათ დამატებით მთავრობას მოუწევს მერე სხვა კრიტერიუმების მიღებას და დადგენაც და შესაბამისად უკვე სხვა კრიტერიუმებით მოხდება ავტომობილის კლასიკურად განსაზღვრა. შეჯამებისთვის შემოთავაზებული ცვლილებები ქმნის უფრო თანმიმდევრულ საგადასახადო და მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც მხარს უჭერს ავტოპარკის თანდათანობით განახლებას და აძლიერებს სახელმწიფოს გარემოს დაცვითი და საგზაო უსაფრთხოების მიზნების ეფექტიან შესრულებას. პრობლემის შემთხვევაში მზადვართ გიფასო. კოლეგებო, აღნიშნულ განპროექტთან დაკავშირებით კითხვები ხომ არ გვაქვს? დიახ, გისმენთ ვანონი. მოგესალმებით. თქვენ თქვით, რომ საქართველოში არსებული ავტოპარკის ძირითადი ნაწილი მოდის 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე. აი, მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ განმარტავთ ამის მიზეზს პირველ რიგში, რატო ხდება ეს და რით არის გამოწვეული? ეს მეპასუხოთ და მე კიდევ მაქვს ერთი თემა. ზოგადად არ არსებობდა შეზღუდვა წლოვანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად დაბალი წლოვანების მანქანებს უფრო დაბალი ღირებულება აქვთ და ლოგიკურია რა. მოთხოვნა ბაზრიდან შესაძლოა გაცილებით მეტი იყო დაბალი წლოვანების მანქანებზე. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თქვათ აქ გაცილებით ფართო ინტერესია სახელმწიფოს პოლიტიკიდან გამომდინარე და შესაბამისად ამ გადაწყვეტილების მართებულობაც ამაში მდგომარეობს. ანუ ნაწილობრივ თქვენს თქვით, რომ ეს ფინანსური ფაქტორიდან არის გამომდინარე. პირდაპირ რო ვთქვათ, მორიდების გარეშე ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ფაქტობრივად პირდაპირ პროპორციულად იგივე ნაწილს, რა ნაწილიც 6 წელს მეტი ავტომობილით გადაადგილდება, არ აქვს სათანადო შემოსავალი იმისთვის, რომ შეიძინოს უფრო ახალი მანქანა. ეს არის აქ მთავარი პრობლემა, თორემ არ მგონია მათ ან სათანადო გემოვნება არ ქონდეთ, ან სურვილი არ ქონდეთ იმისა, რომ გაცილებით კომფორტული მანქანებით გადაადგილდნენ. ამიტომ ჩემი აზრით, როდესაც ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვღებულობთ, გასაგებია, რომ ახლა სრული აკრძალვა შეიცვალა გაზრდილი აქციზით, თუმცა ეს აქციზიც არის იმდენად გაზრდილი, რომ ფაქტობრივად თითქმის უტოლდება აკრძალვას. ეს ერთგვარი რაღაცა, არ ვიცი რა დავარქვა, ტრიუკი თუ რა. თქვენ შეაფასეთ როგორც გნებავთ, ანუ ფაქტობრივად თითქმის იგივე აკრძალვა მივიღეთ. სიმართლე გითხრათ, როდესაც ეს ამ ინიციატივის შესახებ გავიგე, მე პირადად სოციალურ ქსელში დავწერე კიდეც, რომ სრულ აკრძალვას მართლაც ჯობდა აქციზის, ანუ გადასახადის გაზრდა ამ ეტაპზე. თქვენ ეტაპობრივ განახლებაზე საუბრობთ, მაგრამ ნამდვილად არ მიგულისხმია 6 ჯერ გაზრდა. ყველაზე მაქსიმუმ რაც მე ჩემთვის ასე ვთქვათ ვიგულისხმა, ეს იყო მაქსიმუმ შეიძლება 2 ჯერ გაორმაგება პირობითად ხარჯის და ეხლა ესეც უკვე ყველამ კარგად დათვალა და ყველამ კარგად იცის, რომ ფაქტობრივად ამ ასაკის ავტომობილის ღირებულების თითქმის იგივე ოდენობა უნდა გადაიხადოს ადამიანმა გამბაჟების დროს. ანუ ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ავტომობილებს ვეღარ შეიძენენ და მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ ახლა რაღაცა ფასების გაიაფებაზეა საუბარი, კიდევ უფრო გაუძვრდება ცხოვრება ჩვენს მოქალაქეების დიდ ნაწილს. და საკმაოდ დიდ ნაწილს. თქვენ ისიც ახსენეთ, რომ ფისკალური ეფექტი არ ექნებაო. შეიძლება ბიუჯეტზე არ კონდეს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილზე ნამდვილად ექნება ფისკალური ეფექტი დამერწმუნეთ და თან რაც ყველაზე მთავარია და რის გამოც ნამდვილად ვერ იქნება ეს კანონი მხარდასაჭერი ჩვენი მხრიდან არის ის, რომ ეკოლოგია მოკავთ ძირითად ფაქტორად, ხო? და მე მგონი ყველა თანხმდებით იმაზე, რომ
მანქანა რამდენად აბინძურებს გარემოს, ეს მხოლოდ მის ასაკზე არ არის დამოკიდებული. ანუ ასაკი შეიძლება იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი და არა ერთადერთი კრიტერიუმი, იმიტომ რომ შეიძლება არსებობდეს არაერთი ავტომობილი 10 წლის გნებავთ 15 წლის, რომელიც იმდენად გამართულია, რომ საერთოდაც არ აზიანებს გარემოს. ამიტომ მხოლოდ ასაკის გამო ჩაითვალოს ავტომობილი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის ზიანის მიყენების საფუძვლად, საბაბად, ასე ვთქვათ, ეს ნამდვილად არ არის სწორი და მეცაც გეტყვით, შეიძლება კიდევ უფრო უარესი ეფექტი მივიღოთ იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები, რომლებიც უკვე ფლობენ ამ ასე ვთქვათ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს და არ ექნებათ საშუალება ახალი ავტომობილის შეძენის, უბრალოდ იძულებული გახდებიან კიდევ უფრო მეტხანს ისარგებლონ ამ ავტომობილებით, რომლებიც შეიძლება გაცილებით მეტად გამოვიდეს კიდეც წყობრიდან. ასე რომ ძალიან ბევრი აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს დაკავშირებული ბიზნესები აქვს, მცირე იმპორტიორები არიან, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული და მათი იმპორტის, ანუ ბიზნესის დიდი ნაწილიც სწორედ ამასაკის ავტომობილებზე მოდის, სწორედ ჩვენი მოსახლეობის გადახდის უნარიანობიდან გამომდინარე და დაკავშირებულ კიდე სხვა არაერთ, ასე ვთქვათ, სეგმენტზე ნაწილებიდან დაწყებული მომსახურებით დასრულებული. ნაჩქარევიც არის, ჩემი აზრით, არასწორიც არის, არასამართლიანიც არის, იმიტომ რომ დღევანდელი არსებული ფინანსური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობის ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი მკაცრი აკრძალვა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, დავაწესოთ, თორემ ნამდვილად მისასალმებელია ახალი ავტომობილებით, მეც ვისურვებდი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ახალი ავტომობილით გადაადგილდებოდეს. ასე რომ ეკოლოგიური ფაქტორი სამწუხაროდ ვერ ჩაითვლება ამ კანონპროექტის მიღების მთავარ არგუმენტად. მე პირადად ძალიან მგრძნობიარე ვარ ამ თემის მიმართ. მქონია შემთხვევა, როდესაც უბრალოდ როგორც მოქალაქეს გამიჩერებია ესა თუ ის უპასუხისმგებლო მძღოლი და ლამის კონფლიქტშიც კი შევსულვარ იმის გამო, რომ ისინი ნამდვილად აბინძურებენ გარემოს და მithქვამს, რომ მათი მხრიდან ესეთი უპასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილით გადაადგილება, ეს ფაქტობრივად ადამიანის მკვლელობის თვალსაზრისით კი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისინი ამ გამონაბოლქვით ადამიანების სიცოცხლეს სერიოზულად აზიანებენ, მაგრამ ამისთვის ესეთი მკაცრი აკრძალვა კი არ არის საჭირო, არამედ შეიძლება უფრო მეტად გავმართოთ მათ შორის ტექდათვალიერების სქემა, რომელიც როგორც ჩანს არ მუშაობს სათანადოდ, იგივე გარემოს დაცვის სამინისტროს ქვეშ არის თუ არ ვცდები გამონაბოლქვის კონტროლის ინსპექცია შეიქმნა და სიმართლე გითხრათ მე ამ ინსპექციის დაჯარიმებული არც ერთი მანქანა არ მინახავს თბილისში, შეიძლება რაღაც რაოდენობას აჯარიმებენ, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით არის ეს მონაცემები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც ვთვალია. ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულება გაცილებით მნიშვნელოვანი არის ამ პრობლემის გადასაჭრელად, ვიდრე 6 წელზე მეტი ასაკის მქონე ავტომობილების აკრძალვა. მოკლედ, ამ და ბევრი კიდევ სხვა ფაქტორის გამო მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ეს კანონპროექტი ნამდვილად არ იქნება მხარდასჭერი და თქვენც მოგიწოდებთ, რომ შეიკავოთ თავი ამ კანონპროექტის მხარდაჭერისგან, იმიტომ რომ ეს არ ემსახურება არც სამართლიანობას, არც სოციალურ თანასწორობას და არც ეკოლოგიურ. ერთი რამ მაინტერესებს თქვენი აზრით, ერთი მხრივ ამბობთ, რომ ეს დამატებითი გადასახადის აქტი ზოგადად დასამატებელი იყო. რატომღაც ამბობთ, რომ ორი არის, ასე რომ ვთქვათ, ორჯერ გაზდა არის ხარჯი სამართლიანი გადაწყვეტილება და ვთქვათ, უფრო მეტჯერ არა. და რა ლოგიკით? არა, ნუ ლოგიკა ის არის, რომ ან ორჯერ გაზრდილი იმდენად დიდია, რომ მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესებში, მაგალითად, ამ პროცესებში ჩემს გაგიზია უფრო ეკოლოგია პირველი უაღრესად მნიშვნელოვანია და მაგალითად ვფიქრობ, რომ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება იმისკენ, რომ 6 წელზე უფრო ახალი მანქანებზე ხომ უფრო მეტი ლიზინგის და სხვა საფინანსო ინსტრუმენტების გაჩენის ნაწილში ინიციატივებს ვივესალმებოდით, რომ ჩვენს მოსახლეობას აღარავინ აღარ ყიდულობს მანქანას, ასე რომ ვთქვა და ერთიანი გადახდით. ხო, და მე უფრო ამ მიმართულებით ვიმუშავებდი, რომ გავაჩინოთ ბაზარზე საფინანსო ინსტრუმენტები, რომელსაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოსახლეობას, ან ლიზინგით, ან სხვა ფორმებით შეძლოს უფრო ახალი და უფრო გამართული ავტომანქანების შეძენა და ეს უფრო სწორი მიმართულება იქნება, ვიდრე ვიზრუნოთ იმაზე, რომ როგორმე ერთიანი გადახდის წესით, ასე რომ ვთქვათ,
ძველი ავტომობილი შეიძინოს ჩვენმა მოქალაქეებმა. მირჩევნია მაგალითად, რომ ფინანსური ინსტრუმენტები გავაჩინოთ ბაზარზე ისეთი და ასეთი ცენტრები არის, კარგია რომ ვითარდებიან ისინი და იმათთან ერთად ალბათ თანამშრომლობით ჩვენ მივახცევთ იმას, რომ ხელმისაწვდომობა ავტომობილებზე ჩვენი მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება და ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი და არა ის, რომ ძველი და უკვე ასე რომ ვთქვათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ავტომობილების შემოყვანა საქართველოში და ეს ყველას ინტერესში უნდა იყოს და ამ მიმართულებით მაგალითად უფრო მეტი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ერთად ვიფიქროთ, რომ როგორ შევეძლოთ, რომ ჩვენო მოსახლეობამ, ასე რომ ვთქვათ, მანქანა კი არ შეიძინოს, არამედ მან შეძლოს, რომ განმადების წესით ჰყავდეს, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს და შემდეგ რაღაც პერიოდის შემდეგ გამოცვალოს და კიდევ ახალი მანქანა შეიძინოს. ბატონ შოთა, მეც ის ვთქვი, რომ მეც მივესალმები ახალ ავტომობილებს. უბრალოდ ეს მაშინ ფერასაც საუბრობთ, კარგი იქნება და ეს ორივე ინიციატივა პარალელურად წარმოგვედგინა მაშინ. მაგასაც ჩვენ იმასაც უშვებდით, როდესაც ამ კანონ პროექტზე მუშაობდით, რომ ეს ყველასთვის მოსაწონი ფიზიკურად ვერ იქნებოდა, თუმცა დამერწმუნეთ, რომ თქვენთვისაც მათ შორის და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, თქვენ შეიძლება ამ საკითხის აქტუალობის რაღაცას შეცვლა მოისურვოთ, თუმცა ამ კანონის მიღების მთავარი მიზანი არის გარემოზე ზრუნვა. ამ კანონის მიღების მთავარი მიზანი არის ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეხლა ის ტოქსიკური ნივთიერებები, რაც გამონაბოლქვის შედეგად წარმოიქმნება, ხო? Ეხლა ამაზე ცოტა უხერხულია ლაპარაკი, რა ზიანის მომტანია ადამიანებისთვის და ყველაზე მეტად ეს რისკის შემცველია ბავშვებისთვის. შესაბამისად, ამ კანონ პროექტის მიღება ჩვენთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება გარკვეულ სექტორში საქმიანობის წესებში ცვლილება გამოიწვიოს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ფიზიკურად ვერ იქნება მოსაწონი ყველასთვის, მაგრამ დაგვერწმუნეთ, რომ ეს არის თითოეული მოქალაქისთვის აუცილებელი ერთგვარი წახალისება, რომ ფოკუსირება მოხდეს მომავალ წლებში აი სპეციალური განაკვეთები მოქმედებს ჰიბრიდულ ავტომობილებზე, ელექტრომობილებზე, რომელიც გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსთვის. ხო და იაფიც არის. შესაბამისად, ეს ერთობლიობაში საკმაოდ ძლიერ სტიმულს ქმნის იმ ყველაფრისთვის, რომ ჩვენ მომავალში გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები გავხადოთ უფრო ეფექტიანი. შეიძლება დავამატო? თქვენ მომართოთ, უყურეთ. თუ იცით, აი სტატის გვერდი მაქვს გაშლილი. 2017 წელს რამდენი ავტომობილი იყო საქართველოში? იყო 1,228,000. დღეს რამდენი არის? 1,980,000. უყურეთ, სადღაც 700,000 რამდენი წელი 700,000 გაიზარდა. ეს გაზდა თქვენ ფიქრობთ, რომ კარგი არის ქვეყნისთვის? თქვენიდან გამომდინარე, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხალხს ფული არ აქვს და ამ შემთხვევაში 700,000 გაიზარდა ავტომობილი და მეორე არის, რომ 700,000 გაზრდილი ავტომობილი ეს არის ეკოლოგიისთვის დამღუპველი არის. და მით უმეტეს საცობები, რომელიც საცობები ჩვენი აი ქალაქშიც თუ ატყობთ, მიდის აპარატი რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გავაკეთოთ აქცენტი. ეს უფრო საინტერესო არის. ქვეყნისთვისაც, ქალაქისთვისაც და მოსახლეობისთვის უფრო და ანუ 700,000 გაიზარდა სტატისტიკით და ძალიან ცუდი არის ეს. ბატონო გიორგი, ჩვენ ერთად საქმიანობთ თბილისის აგრებულოში, თქვენ არასდროს არ უჭერდით მხარს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად და ეფექტიანად მოხდა ძველი ავტობუსების ჩანაცვლება, აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა მეტროს მოდერნიზებაზე, იქ რაღაცა გარკვეული არგუმენტები მოყავდათ, თუმცა ცალსახად უნდა ითქვას, მე ბატონ გიორგის პათოს გავყვები, რომ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაც მიმართულია იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეფექტიანად ჩანაცვლდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, განვითარდეს, იყოს ხელმისაწვდომი, იყოს უსაფრთხო, გადაადგილების დროს ამცირებდეს A წერტილიდან B წერტილამდე და შესაბამისად ძალიან ბევრი დეტალია ამ საკითხის გარშემო, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან კარგ შედეგზე გაგვიყვანს ამ კანონ პროექტის მიღების შემდეგ.
პირველ რიგში მინდა გაგახსენოთ, რომ თუ არ უჭერდით, იმიტომ არ უჭერდით, რომ უფრო სწრაფად გვინდოდა და უფრო უკეთესი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვინდოდა და უამრავი კითხვა იყო კორუფციასთან დაკავშირებით. ეს ერთი და თავად ეს მონაცემიც, რაც ბატონმა გიორგიმ წარმოადგინა, თავად ეს მონაცემიც ადასტურებს, რომ მიზეზი ავტომობილების ესეთი რადიკალური ზრდის და სწრაფი ზრდის სწორედაც რომ ამაში რაზეც თქვენ საუბრობთ. ფაქტობრივად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ არ არის და ადამიანების ფინანსური მდგომარეობა რომ არ უმჯობესდება, ამიტომაც არის ეს რაოდენობა ასე არ არის არა, ნახეთ, არ არის არა, არ არის არა, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვა, არ არის არა, არ იყო, მაგრამ დღეს თბილისში მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის გამართული. ხო და კაი ცხოვრებით არ არის გამოწვეული, მაგას ვამბობ. იმედო კიდულობს, რომ სხვა საშუალება არ აქვს. სხვა საშუალება არ აქვს და მაგითო კიდულობს. არა, მაგას არ არის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ გამართული არ არის, რატო ვამთავროთ? ერთი წუთით. არა, არ არის არაფერი გამართული. ვარკეთილის მეტრო რამდენი წლის მერე გაიხსნა, მე მგონი იცით, ხო? რა გაიგეთ კი არა მთავარია, ეს არის მთავარი. ხალხს თავზე აწვიმდა წლების განმავლობაში ერთი მეტრო ვერ შეაკეთა თქვენმა მერმა და ეხლა რა გიკვირთ ვერ ხვდები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფული არა აქვს მეთქვი. ეგ კი არ მithქვამს. ბატონო გიორგი, პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის გამართული, ერთი. და ხალხს საშუალება არ აქვს რომ კარგი ავტომობილები შეიძინოს. აი რატო არ არის? ნახეთ გამართული. არ არის გამართული. და რატო არ არის? იმიტომ რომ არასწორი და დღეს არაეფექტური სრულად პოლიტიკა. განახლებულია და ჩანაცვლებულია ძველი ავტობუსების პარკი. ერთ ძველ ავტობუსაც ვეღარ ნახავთ ქალაქში. შემოყვანილია მათ შორის 18 მეტრიანი ავტობუსები. ყველაფერი კი ბატონო, რამდენად თქვენ საკმარისია. ეგრეთ წოდებული სამარშრუტო ტაქსების მოძველებული სტრუქტურა ყველას კარგად გახსოვს. დღეს ქალაქში არც ერთი აი ეს ყვითელი მიკროავტობუსი აღარ დადის და შესაბამისად ეხა ეს პოზიტიური დინამიკაა, დინამიური პროცესია და ეს თანდათანობით უფრო ვითარდება. დღეს რო ნახეთ, დღეს რო პასუხისმგებლო განცხადებაა თქვენი მხრიდან, რომ იძახით, რომ არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში გამართული. შეიძლება ითქვას, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ რომ არ არის გამართული, ეს არის უპასუხისმგებლო. ზუსტად, არ არის გამართული მოდი, კარგით. სათანადოდ არ არის გამართული. კოლეგებო, დაწყვილეთ შევხვდეთ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი არის მიღწეული და საკმარისია მნიშვნელოვანი წარმატება არის ის, რაც გვაქვს დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტთან მიმართებაში. მეტროს სიტუაციაზე აღარ საუბრობ. კარგით, მოდით, ეხა ეს ბატონ დიმიტრი მე ისედაც ვიცი. პროცედურაზე მინდა რა თუ შეიძლება კომიტეტის წევრები რომ ამოწურავთ პოზიციის დაფიქსირებას და კითხვას მერე ჩვენს მოგვეცით საშუალება. ჩვენ არ ვართ წევრები და ამიტომ კარგით, დავწყდეთ. გისმენთ? კი, მოგესალმებით. ჩვენ მე და ბატონი ზურაბი ამ კომიტეტს ვესტუმრეთ იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ წევრები, ვერც კენჭისყრაში ვერ მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მაშინაც გამოხატეთ, როცა დადგენილება იქნა გაჟღერებული, რომ იგრძელებოდა 6 და მეტი წლის ასაკის ავტომობილები. ეხლა მთავარია, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რეგულაცია თუ დადგენილება თუ რაფორმითაც არ იქნება შემოთავაზებული, ის აღწევდეს მიზანს. ეხლა რა თქმა უნდა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, რომ აქ ეს არის პრობლემური საკითხი და ამისათვის ზრუნვა აუცილებელია, ეს მომიტევდი და მე კარგად მესმის, იმიტომ რომ უშუალოდ მოსახლეობის ჯანმრთელობაში ჩემი პროფესიიდან გამომდინარე 2000 წელი პირდაპირ აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული და არ შეიძლება უბრალოდ ჩემი ამ ბექგრაუნდის და პროფესიის კაცი ეწინააღმდეგებოდეს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მაგრამ მთავარია რომ ჩვენ ეს სწორად გავაკეთოთ და ზოგ რაღაცებს რომ არასწორად ვაკეთებთ და ეს მე გამახსენდა როცა უანგარო დონაციის შესახებ გადავადება გავაკეთეთ მახსოვს როცა ჯანდაცვის კომიტეტში ეს გამოპროექტი შემოვიდა მაშინ დავსვი კითხვა რომ ეს ხوار გამოიწვევდა დეფიციტს და აი გავიდა რაღაცა დრო და სწორედ მივედით იქამდე რომ იდეა კარგი იყო მიზანიც ნათელი იყო მაგრამ ნუ შედეგზე ვერ გავედით ის რაც გვინდოდა და არა და ეს თავიდანვე ჩანდა აქაც მე ვფიქრობ რომ ამასთან გვაქვს საქმე ეხლა რაც შეეხება ის რომ დადგენილების ასე ვთქვათ გაუქმება მოგვიწევს ეს კარგია მე ამაზე პრემიერს მადლობას მოვუხატე ამას აქვს ორი დადებითი მომენტი ერთი ის რომ აკრძალვას ჯობია რა თქმა უნდა რომ არჩევანი ისევ დარჩა
ეს შემდეგი საკითხია, რას სახით იქნება ეს არჩევანი შეთავაზებული. მეორე კარგი მომენტია ის, რომ დადგენილება შეიცვალა კანონპროექტი და ჩვენ პარლამენტარებს მოგვიწია უშუალო მონაწილეობა, ანუ პარლამენტი იხილავს ახლა მას. ესაც მეორე დადებითი. თუმცა უარყოფითი ამას აქვს, იმიტომ რომ როცა პირველი დადებითი ეფექტი, რაც მე განცხადებითაც გამოვხატ ეგ მაყოფილებას, შემდეგ უკვე დეტალები როცა გახდა ცნობილი, ვნახე რომ სატარიფო გადასახადი, ასე ვთქვათ, ყუბატურაზე გათვლილი, იმდენად მაღალია, რომ ეს არ არის შემზღუდავი მექანიზმი, ეს არის ამგრძალავი მექანიზმი. ანუ შეზღუდვა, რა თქმა უნდა იყოს, რომ წავახალისოთ ავტოპარკი გაუმჯობესდეს, მაგრამ ამგრძალავი ტარიფი როცა შემოდის, ეს იგივეა, რომ ავგრძალოთ. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ამ მსჯელობაში შემოვიდეთ და სწორად დავგეგმოთ და ამ სატარიფო ნაწილსაც, ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს შემოთავაზება. ეხლა ეფექტი ამას რატომ ვერ ექნება? იმიტომ რომ როდესაც ამგრძალავი გადასახადი შემოდის, ესე გამოდის 6-დან, აი მარტივად 6-დან 9 წლამდე ავტომობილები პრაქტიკულად იგივე იქნება ტოლფასი, თავის საფასურით, რაც 0-დან 6 წლამდე დიაპაზონში ავტომანქანის საფასური. ანუ ეს სეგმენტი ამოვარდება. ანუ ჩვენ საზოგადოების უდიდესი ნაწილი თავის შემოსავლით ვერ ყიდულობს, იმიტომ რომ სტატისტიკას გვაჩვენებს ამას 0-დან 6 წლამდე ავტომობილების მხოლოდ 5%-ია შემოსული ავტომობილებიდან. დაახლოებით 80,000 ავტომობილი წელიწადში მიმოქცევაში არის ის რაც აქ რჩება და რეექსპორტს არ გულისხმობ. ანუ შეხედეთ უდიდესი ნაწილი ამას ვერ შეძლებს. ანუ ამოვარდა 0-დან 6 წლამდე შესაძლებლობის ფარგლებში მოსახლეობისათვის რომ ის შეიძინოს, ეხლა ვარდება კიდე 6-დან 9 წლამდე და გამოდის რომ ძველი ავტოპარკი უფრო დიდხანს და ხელოვნად მოხდება მის სიცოცხლის უნარიანობის გაგრძელება და ჩვენ მივიღებთ ძალიან გრძელვადიანად არსებული ძველი ავტოპარკის კიდევ უფრო აქტიურ დაბერებას. ანუ ეკოლოგიური თვალსაზრისით არათუ გააუმჯობესებს, არამედ მოკლევადიან და არც თუ ისე ხანმოკლე პერიოდში ეკოლოგიური თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდება. ეხლა მე ამ შინაარსში ხარ დეტალურად აღარც მინდა შევიდოთ, კითხვები მინდა დავსვა. ეხლა თქვენ თქვით რომ მოხსენებელს ბრძანა რომ ცვეთის მაღალი ხარისხის გამო ძველი ავტომობილები ეკოლოგიურ გარემოს აბინძურებენ. რა თქმა უნდა, ცვეთის გამო ბინძურდება გარემო, მაგრამ ხოლმე ასაკი ამას ვერ განსაზღვრავს, იმიტომ რომ გვინახავს ახლა ავტომანქანა დაბალი ასაკის და რომელიც ყვამლით ხო მოძრაობს და არსებობს 6 წელზე მეტი ავტომანქანა, რომელიც ტექდათვალიერებითაც დასტურდება, რომ ის არ აბინძურებს ჰაერს. თუ ცვეთაზეა საუბარი, მაშინ რატომ მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანები? იმიტომ რომ სატვირთო ავტომანქანები, რომელსაც ცვეთის მაღალი ხარისხი აქვს, ის უფრო მეტად და ინტენსიურად აბინძურებს გარემოს, ვიდრე მსუბუქი ავტომობილები. ეხლა ბატონო, თქვენ რომ ბრძანეთ, რომ აბა მაშინ რატომ შესაძლოა რომ განვიხილოთ გაზრდა ტარიფის, მაგრამ არა 4 ნახევარი, ის რა ხელს შეუწყობს, მაგრამ შეხედეთ აქ არის სწორედ ის მექანიზმი, რომ ჩვენ უნდა შემზღუდველი, ანუ ავტოპარკის წამახალისებელი ოდენობა გავსაზღვროთ და არა ამგრძალავი, რომელიც უბრალოდ ციფრით დაждდება ისეთი, რომ ნიშნავს აკრძალვას. და ვერავინ ვერ იყიდის ამ ავტომობილს. თან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც ქვეყნის ამას აჩვენებს, რომ ხა ნამდვილად არ გონია ვინმეს არ უნდადეს ახალი ავტომობილი, ხო? ეხლა კითხვებზე რომ გადავიდეთ, აი არის თუ არა გაკეთებული სრულფასოვანი ეკონომიკური ზემოქმედების შეფასება, იმიტომ რომ აქ ყველა მხრივ არის ასაწონი გასაზომი, ზეგან უანგარო დონაციის არ იყოს, იდეა კარგი იყო, ჟღერადობას კარგი ქონდა, ყურს კარგად ესმოდა, მაგრამ ცოტა ხანში მოგვიწია ამის გადავადება, იმიტომ რომ რეალობას აცდა ეს ყველაფერი. ეხლა ეს გამოიწევს თუ არა დაბალი შემოსავლის მოსახლეობის ზეწოლას, რა თქმა უნდა გამოიწევს, ეხლა აქ კითხვასვა, მაგრამ პასუხი მეც ვიცი, მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენგან. და ავტოპარკის განახლებას როგორ გამოიწევს ეს? წარმოიდგინეთ 80,000 ავტომობილიდან, რაც მიმოქცევაში ახალი შემოსული ავტომობილი ქვეყანაში რჩება, იქიდან მხოლოდ 5-6%-ია ახალი, ანუ 0-დან 6 წლამდე. რა პერიოდი დაჭირდება აი ამ განახლების ინტენსივობით, რომ განახლდეს ავტოპარკი საქართველოში. ეხლა ის თქვენ რაც ბრძანეთ, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტები უნდა შემოვიღოთ და რაც ახსენეთ, ეს რა თქმა უნდა მისაღებია, მაგრამ მინიმუმ ეს უნდა პარალელურად კეთდებოდეს, ან ჯერ ის გაკეთდეს და მერე ამაზე გადავიდეთ. კითხვები ძალიან ბევრია. ეხლა
თბილისის გადმოსახედიდან აქაც არგუმენტებში სულ ჟღერდება თბილისის მაგალითი. თბილისის მაგალითი არ გამოგვადგება მთლიან საქართველოს დავხედოთ და რატომ? თბილისში ასე თუ ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის მოგვარებული. მაგრამ რეგიონებში, სადაც სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაბალია, იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. სოფლიდან სოფელში, რაიონული ცენტრიდან სოფელში, ან ცენტრიდან ცენტრში, იგივე თბილისთან კავშირს მოქალაქეები ახორციელებენ ამ ავტოტრანსპორტს, რის შეძენის საშუალებაც აქვს. მე არ ვამბობ იმას, რომ ძველი ავტოპარკი შემინარჩუნოთ ამ სახით როგორც არის, მაგრამ გავაკეთოთ არა ამ გრძელავი ტარიფი, არამედ შემზღუდველი, ანუ ეს შეზღუდვა რა იქნება? წახალისება, რომ არა ძველი მთავარია რომ თვლები მოძრაობდეს და გადაადგილების საშუალება იყოს, არამედ ამით წავახალისოთ ეტაპობრივად თან შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ავტოპარკი გაუმჯობეს და შესაბამისად ეკოლოგიაც გამაუმჯობესოთ. ეხლა აქ დარგობრივადაც ეკონომიკური თვალსაზრისით მე მგონი გასათვალისწინებელია, რომ ამ ასე ვთქვათ ავტოინდუსტრიაში და მომიჯნავე დარგებში არის დაახლოებით 225,000 ადამიანი, რომელიც ამ საქმიანობაში ღებულობს მონაწილეობას. და დილერების რაოდენობა აქედან არის 60-70,000. მოკლე ანალიზი გავაკეთეთ, ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაციები. ბაზარზე ოპერებს დაახლოებით 150 ლოჯისტიკური კომპანია. და 2025 წლის მონაცემებით სექტორის საერთო ეს ლოჯისტიკური კომპანიები ეწევიან მანქანების იმპორტს საქართველოში? თუ რეექსპორტსაც და ხო, მას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენი ასე რომ ვთქვათ, არ ზღუდავს რეექსპორტს არ ზღუდავს, ეს არ ეხება იმ შემთხვევაში, თუ კი კონკრეტული ავტომობილის რეექსპორტი ხდება, აღნიშნული კანონი არ ეხება მას. აი ხა გეტყვით როგორ შეიძლება არაპირდაპირ შეეხოს ამას. როდესაც შემოყავს ავტომობილი, შემომყვანს და მსურველი უცხოელი შემოვიდა და მალიც სახშეღავათო პერიოდი არის დაახლოებით მეგონი 3 თვეა, ხო? ის დაელოდება, რომ 3 თვე მიიყვანოს ზღვარზე და ავტომატურად იძულებულს გახდის გამყიდველი, რომ მან ფასი დაუწიოს მინიმუმზე. ეს რა თქმა უნდა ჩავარდება. ამიტომ აქ იქნება ეფექტი. ვერ გავიგე, თუ შეგიძლიათ რომ ვთქვათ, რას დაელოდება. ანუ 3 თვეში თუ არ გაყიდა, მე მას მოუწევს გამბაჟება, ხო? და ვინ დაელოდება? ყიდველი. ნუ დავუშვათ რომელიმე ქვეყნის ყიდველი, რომელიც უფრო მეტად აქტიურია რეექსპორტის თვალსაზრისით, რომ მომხმარებელია და გაყავს აქედან მანქანები. დიახ. აი მე ვყიდი მაგალითად მანქანას. და მე ვყიდულობ. კი, თქვენ მე დამელოდებით რომ საშეღავათო პერიოდის ბოლო დღემდე მიმიყვანოთ ეს ერთი შემთხვევა არ იქნება ეს საერთო ტენდენციაა მაგრამ ეგ წინასწარ ხდება შეთანხმებები უკვე კონტრაქტები არსებობს როგორც ყიდვის ისე გაყიდვის ამ შემთხვევაში არ არის რისკი არა ეს ხო შესაძლოა კონტრაქტები იყოს და კონტრაქტის მიღმაც ხო ეს პროცესი მიდის ყიდველი და გამყიდველი ხო ყველაფერს კონტრაქტი არ აკეთებს ზონა არის სპეციალური სადაც განბაჟება არ გააკეთო და იდგეს ამდენ ხანი არა, იმაქანას ხო ვერ მოიხმარ. იდგეს ამდენ ხანს გია და ჯერდი გადასახადი უნდა გადაიხადოთ იქ ავტოპარკი, იმის რა ქვია, პარკინგის, ხო? რეექსპორტის პროცესში არ იქნება ბატონო დიმიტრი. შეეხება, არაპირდაპირ ამას აუცილებლად შეეხება. მოდით მაშინ კითხვებს, რასაც დავსვამ, ძალიან გთხოვთ. მე აქ არ მოსულა, იმიტომ რომ რაღაცა გამოვხატო აქ წინააღმდეგობა. უბრალოდ მე მინდა რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რა მიზანიც გაჟღერდა. ხო, ეკოლოგია გაუმჯობესდეს. და ავტოპარკი გაუმჯობესდეს. ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ მოემსახურება ამას. აი კითხვები რას დავსი ხო კონკრეტულად. იგივე თქვა თბილისის გადმოსახედიდან რატო არ შეიძლება თელ საქართველოს უყუროთ, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. რატომ მაღალი წვეთა ახსენეთ და რატომ მხოლოდ სუბუქ მანქანებზე, როდესაც წვეთის ხარისხი გაცილებით მაღალია დიდ ავტომობილებზე. ტარიფი რატომ უნდა იყოს ამ გრძელებაში რა აზრი ქონდა იმ დადგენილების გაუქმებას. ტარიფი იყოს შემზღუდველი აქვე ანუ წამახალისებელი რომ თანდათან გადავიდეთ ანუ შესაძლებლად გავისვალისწინოთ მოქალაქეების ეკონომიკური სოციალური ამას სოციალური ეფექტი ძალიან ცუდი ექნება და ასე შევეცადოთ თანმიმდევრულად და ეფექტურად გამომჯობესოთ ავტოპარკი და შესაბამისად მივიღოთ გამომჯობესებული ეკოლოგიური ვითარება. იგივე ტექ მომსახურების დათვალიერება, რა თქმა უნდა, აქაც გასაუმჯობესებელია ეს აქტივობა, იმიტომ რომ მხოლოდ ასაკი ვერ იქნება გამსაზღვრელი. ანუ თუ მანქანა წესრიგშია, მაშინ რატომ უგრძალავთ, იმიტომ რომ ვთქვათ, ასაკს გაცდა?
ამიტომ მე გთავაზობთ მაგალითად ასეთ სქემას. ჯერ კითხვებზე რომ მივიღო პასუხი და მაგალითად ასეთ სქემას. აქაც გაუგებარია, მაგალითად 0-დან 6 წლამდე ამ სატარიფო განაგვიძ რატო ვზდით? ჩვენ ხომ წავახალისოთ ეს, მაგრამ დაუშვათ ეს მაღალი შემოსავლის მოქალაქეებზე გათვლილი და კაი, აქვს საშუალება და გადაიხადოთ. თუ ამ პრინციპით ვდგებით, თუმცა მიზნისთვის ესაც არასწორი მგონია, რომ 1.5-ზე ვზდით. ხომ არ გავაკეთოთ ასე, რომ მაგალითად 6 წლის შემდეგ 7-დან 8 წლამდე არა 6-ჯერ გავზარდოთ, არამედ 2.5-ჯერ და იყოს 2-დან 0 კუბატურაზე გათვლით. 8-დან 10 წლამდე იყოს 2.5 11-12 წელი იყოს 3. შეხედეთ, ეს იქნება დიფერენცირებული, ეს იქნება ობიექტური და ეს იქნება შედეგობრივი. და არა ის, რომ სულით მივადგეთ ეხლა ჩავჩეხოთ და მივიღოთ ცუდი ეფექტი. ძალიან დიდი მადლობა და უკასრავად რომ გამიგზელდა. დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი, პირველ რიგში დაგიდასტურებთ ჩემ ძალიან დიდ პატივისცემას თქვენს მიმართ. თქვენ ახსენეთ, რომ მე აქ საჩხობრად არ ვარ, რომ მოსულიო და გვჯერა თქვენი გულწრფელობის, იმიტომ რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვან ბევრ საკითხთან მიმართებაში სხვაზე მეტად სახელმწიფოებრივი პოზიცია გეკავათ. ხა რაც შეეხება რატო მსუბუქი ავტომობილები და რატო ვთქვათ სხვა კატეგორია არა. ამ შემთხვევაში ჩვენი კანონპროექტი მიბმულია იმ განკარგულებაზე, სადაც საუბარი იყო მსუბუქ ავტომობილებზე. ჩვენ კანონპროექტით ვერ ვიმსჯელებდით სხვა კატეგორიის მიმართულებით, შესაბამისად ეს ცალსახად დაკავშირებულია იმ განკარგულებასთან, რომელიც მთავრობამ გამოსცა. რაც შეეხება ეკონომიკურ გავლენას, ჩვენ უკაცრავად შეხედეთ, მაშინ მხოლოდ ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიაზე ბოლომდე ეფექტს ვერ იქონიებს. სხვა მაშინ ხომ ეთანხმებით? ნახეთ, შესაძლებელია მსჯელობა ამ საკითხთან ჩვენ კონკრეტული კანონის მიღების მიზანი არ გვაქვს. ჩვენ გვინდა შედეგობრივი რა მიზანი. თქმა უნდა, თუ წვეთაზე ვსაუბრობთ, შესაძლებელია, რომ თქვათ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს იმ მიმართულებაზეც, რომელიც შესაძლოა დიდი ზიანის მომტანი იყოს გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის. რაც შეეხება გავლენას სექტორზე, ჩვენ თავშივე ვახსენეთ და ამაზე განმარტებით ბარაჩიც გვიწერია, რომ რაღაცა გარკვეულ ძვრებს, გარკვეულ რისკებს მცირე მოთამაშეებისთვის ეს შეიცავს. თუმცა აქ ჩვენი პასუხი არის, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იფუძნებოდეს გაცილებით ფართო ინტერესს. ამ შემთხვევაში ფართო ინტერესი არის ის, რომ შევამციროთ გარემოსზე მიყენებული ზიანის აგრძნობლად. აქ თუ საუბრობთ დაბალბიუჯეტიან მანქანებზე, ავტომობილებზე, ჩვენ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ არსებობს სპეციალური განაკვეთები ჰიბრიდულ ავტომობილებზე, რომელიც გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსთვის და ასევე ელექტრომობილებზე, სადაც არის ნულოვანი ტარიფი და იქ წლოვანების შეზღუდვა არ არის. შესაბამისად, ეს არის გარკვეულწილად, შეიძლება შეზღუდვა დავარქვათ, მაგრამ ერთგვარი სტიმულირება, რომ როგორც მოთხოვნის, ისე ბაზრის ფოკუსირება მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე. აქ ბატონმა გიორგიმ მოიყვანა მაგალითები, თუ როგორ იზრდება ავტომობილების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, ტოტალურად იზრდება და მე მგონი ყველა უნდა ფიქრობდეთ და ვზრუნავდეთ აი ამ უარყოფითი დინამიკის შემცირებაზე. დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო დიმიტრი, თქვენი ჩვენ კერძისხმის მონაწილეობას არ ვებულობთ. რაც ხო. ამაზე ვჩებით. კი ბატონო, რაც შეეხება შემდგომ მსჯელობებს, შესაძლებელია რომ ვიმსჯელოთ და დამატების შეზღუდვები თუ გამარტივება თუ გაადვილება, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს გამოადგება, ამაზე წინააღმდეგი არავინ არ არის. ჩვენი პოზიცია არის, რომ წაღვანი კომიტეტი აღნიშნულზე არის საფინანსო კომიტეტი და ეს თქვენი ინიციატივები ახილვის დროს შეგიძლიათ გაიაროთ მათთან და ვიცი. სხვა კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნული? ანუ პროექტთან დაკავშირებით. გთხოვთ კოლეგებო, გაენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე? მადლობა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ჩვენ მადლობას გადაგიხდით და დაგტოვებთ. კარგით, კარგად. მადლობა.
ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევან მაჭავარიანი. ბატონო კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პირველი მოსმენით დაჩქარებული წესი წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილების მიზანია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისა და საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება. კანონპროექტის მიღების შედეგად საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე ხორციელდება. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ კანონპროექტი არ აუქმებს ზედამხედველობის მექანიზმს და ანგარიშვალდებულებების პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე და ყოველი წლის 1 მაისს წარადგენს შესაბამის ყოველწლიურ ანგარიშს. ხოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება გამომდინარეობს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტიდან. ცვლილების მიხედვით საქართველოს პარლამენტის თანხმობა აღარ დასჭირდება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის დანიშვნაზე. და ბატონო თავმჯდომარე, საპროცედურო კომიტეტს ჰქონდა რეკომენდაცია შემოთავაზება რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც რეგლამენტის კანონში არის, ვინაიდან უნდა იქნას ამოღებული ის, რომ თანხმობა აღარ იქნება პარლამენტის საჭირო დანიშვნაზე და შესაბამისად ამ დათქმით გამოვიტანე, რომ მეორე მოსმენაზე იქნება ეს ყველაფერი უკვე ასაგული. კარგით. კოლეგებო, კითხვა ხო არ გვაქვთ აღნიშნულთან დაკავშირებით? ჩვენ მხრიდან ჩვენ აღნიშნულ კანონპროექტს ხარს უჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ აღმასრულებელის პასუხისმგებლობა არის აღმასრულებელი ნაწილის სწორ ფუნქციონირება, პარლამენტის ნაწილი არის, რომ ზედამხედველობა გაუწიოს, ამ ნაწილში პარლამენტი თავის პოზიციას ინარჩუნებს და თხოვთ აღნიშნულ კანონპროექტს დაუჭერთ. დიდი მადლობა. ამით დღევანდელი კომიტეტი დასრულებულია. წარმატებებს გისურვებთ.